რატომ გიჭირთ პირადი ცხოვრების აწყობა და მამაკაცთან რატომ გიჩნდებათ მუდმივად პრობლემები არსაიდან? ხშირ შემთხვევაში ქალბატონებს თავის თავზე მით უმეტეს ქართულ ჩვენ ქალბატონებს აღებული აქვთ ძალიან დიდი ტვირთი. ოჯახი იქნება, შვილები იქნება ეს, შვილიშვილები იქნება ეს, ნათესავების, თანხების გაგზავნა და არ ვიცი, თვითონ რჩებიან მშიერი, ყველას ყველაფერს უკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც შენ თავს არაფერს არ უკეთებ, როდესაც მუდმივად დარდობ გადასახადებზე, ვალებზე, 100 კაცს მე არ ვიძახი, რომ ვალი არ უნდა გქონდეთ და საქმე არ უნდა გააკეთოთ და რამე არ უნდა შეიძინოთ. არა, მაგრამ როდესაც ერთ რაღაცას აკეთებ და შენი თავი გაბარია, ცალკე თემაა, მაგრამ როდესაც 10 კაცის საქმეს შენ აკეთებ, ამით შენი ენერგია ადგება და უბრალოდ მოკვდება. ესეთ ქალებს ეკარგებათ გამოპრანჭვის ხალისი, ეკარგებათ ქალურობის საერთოდ რამის ხალისი, ნელ-ნელა მისდით ბარაკა, ეწყებათ ფინანსური პრობლემები, ხდებიან ნერვულები და ბოლოს მივდივართ ყოველთვის ენერგიამდე. იმიტომ რომ თქვენი ენერგია ისეთი დაბალი ხდება, რომ წმენდის გარდა ამ ენერგიას არ ეშველებ აბსოლუტურად არაფერი. ხშირად მეუბნებიან ისეთი ქალბატონები, როდესაც მოდიან, რომ აი ჩვენ ისევ ჩხუბობთ, რომ აი არ ვიცი, 24 საათი ჩხუბობ, სულ განერვიულებული ვარ, ამდენი ხალხი თავზე მაწევს, მყავს ტოქსიური მამაკაცი და პლუს პარალელურად ესეთ მდგომარეობაში სულ რომ ანგელოზი იყოთ, სულ რომ ულამაზესი იყოთ, ვერასოდეს ვერ მოიზიდავთ წესიერ მამაკაცს, რომელიც ხელის გულზე გატარებთ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ქალებიც უშვებენ შეცდომას, მამაკაცს აძლევენ ყველაფერს, ფულს, სითბოს, სიყვარულს აჩვენებენ, ხელის გულზე ატარებენ, მაგრამ ეს კაცები მაინც მიდიან მათგან. ანუ ეს ქალები ხშირ შემთხვევაში რჩებიან გამოყენებულები და ზოგი ფულს აძლევს, ზოგი მანქანას ყიდულობს და მე ეძახის, აი ეს გავუკეთე, ეს გავუკეთე, ეს გავუკეთე, არაფერი არ მეშველა, არაფერი არ მეშველა. არაფერი არ გეშველა მაგიტომ, რომ შენ ყველა ენერგია მიმართე და შენ ისე გამოიფიტე, რომ ამ ენერგიას შენ ვეღარ შეივსებ. პარალელურად დაიავადე და დაიტოქსიურე თავი, ეს ყველაფერი თან იქ მე ზოგს საყვარელთან უწევს ბრძოლა, ზოგს ყოფილ ცოლთან უწევს ბრძოლა, ზოგი ცოლი გაუკეთებს ჯადოს, ზოგი რაღაცას გაუკეთებს, მოკლედ ეხვევით ისეთ სიტუაციებში, რომელიც თქვენი არ არის. და ამ გზაზე არ უნდა მიდიოდეთ. როდესაც ადამიანი სუფთაა, გაწმენდილი, ის სხვა ვიბრაციებზეა, სხვა მიდრეკილებები აქვს, სხვა საქმიანობები აქვს და ეგეთი ქალი არის ბედნიერი, რომელსაც ყველაფერს